საჯარო სამსახური ეს არის პირველ რიგში ადამიანები, რომლებიც ქმნიან ინსტიტუციურ მეხსიერებას, პროფესიონალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხარისხს და დღეს პრინციპში დღეს არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინ წინ, უკვე რამდენი წელია, ასე ვთქვათ, ეს მიმდინარეობს და შეიძლება ვიღაცებისთვის უფრო ნათელი აღმოჩნდა რამდენიმე წლის წინ, თუმცა ეხლა უკვე აშკარაა, რომ პროფესიონალიზმი, კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებლობა ეს არის არასაჯარო მოხელის შერჩევის კრიტერიუმი, არამედ დევნის კრიტერიუმი და ეს ამ ინიციატივამ გაგვაერთიანა პირველ რიგში ის ადამიანები, ვინცაც გვიმუშავია ამ სექტორში, ასევე გამოგვივლია მსგავსი გზა, როდესაც უპირისპირდები სისტემას და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად საჭიროებაზე მორგებული მხარდაჭერა შევთავაზოთ საჯარო მოხელეებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დღეს ძალაში შევიდა ის ცვლილებები, რომელიც რეალურად ისედაც მყიფე საჯარო სამსახურის რეფორმას პრაქტიკულად საბოლოოდ მოშლის, თუ არ შევუქმენით ამ ადამიანებს მხარდაჭერის ზურგი. იყვნენ სხვა ჯგუფები, იყვნენ სხვადასხვა ბიზნესები, რომლებიც მოხელეებს დაეხმარებიან, მაგრამ ჩვენ უნდა ველოდებით ამ სხვა ინიციატივებს, ჩვენ რაც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. მთელი იდეა არის ის, რომ ერთი რაღაცა უნდა ითქვას, რა ჩვენ ყველას მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, საჯარო სამსახური და საჯარო მოხელეები არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მონოპოლარი, რაც საქართველოს ბოლო 10 წლის განმავლობაში შეძლო რომ გაეკეთებინა. მართლა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას რო გადავალ თვალი, მე ბევრგან მიმუშავია და ბევრ საჯარო მოხელესთან მქონია შეხება, ჩვენი საჯარო სამსახური და მოხელეები, ბევრი პრობლემაა, ბევრი ნეპოტიზმით არის, კი ბატონო პარტიული დანიშვნებიც არის, ამის მიუხედავად საბოლოო ჯამში ჩვენ ყავს შემდგარი საჯარო სამსახური. იქ არიან ადამიანები, რომელსაც უნდათ თავიანთი თავისუფალი აზრის გამოხატვა, სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ ამ აზრის გამოხატვის გამო ექცევიან გაუგონარი წნეხის ქვეშ. ის რომ საჯარო სექტორი და კერძო სექტორი რაღაცნაირად ერთმანეთის გვერდით იდგას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორიდან ადამიანების განთავისუფლება არ ხდებოდეს მათი შეხედულებებიდან გამომდინარე და მათი კრიტიკული აზრიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ის კანონმდებლობა, რომელიც ახლა შევიდა ძალაში, გუშინ თუ სწორად ვიცი, ძალიან მარტივს ხდის იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელე განთავისუფლოს საჯარო სამსახურიდან, რაც აქამდე საკმაოდ დაცული უფლება იყო საჯარო მოხელეების და შეიძლება რაღაცნაირად უახლო უკვე დავინახეთ რამდენიმე შემთხვევა და უახლოეს მომავალში შეიძლება დავინახოთ კიდევ ბევრი შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეებს განთავისუფლებენ მათი კრიტიკული პოზიციების გამო. ეხლა დღეს ყოფილი საჯარო მოხელეები ერთიანდებიან, რომ ხარი დაუჭირონ ამ ადამიანებს, ჩვენ როგორც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმა, ჩვენ პლატფორმაზე 2400 კომპანია არის გაერთიანებული და მაგრამ ეს არის დემოკრატიული გაერთიანება, ასე ვთქვათ, ჩვენ ყველას მაგივრად ესე ვერაფერს ვერ ვიტყვით, ჩვენი ჩართულობა იქნება შემდეგი. ამ ადამიანების რეზიუმეებს, ვინც უკვე განთავისუფლეს ან ემუქრებათ რისკი განთავისუფლების, გავუგზავნით 2400 კომპანიას და თითოეული მათგანი ინდივიდუალურად შეისწავლის და გადაწყვეტს, რით შეუძლია დაეხმაროს ამ ადამიანებს, ან სად შეუძლიათ, რომ ისინი დაასაქმონ სამომავლოდ. ეს იქნება ჩვენი კონტრიბუცია.